დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ წყალზე. 40 გრადუს სიცხეზე აწყვია გარეთ ეს ბოთლები. ყვია, დარიშხანი, ვერცხლის წყალი. აუზის წყლის გადაყლაპვით სერიოზული პარაზიტი ან ბაქტერია შეიძლება შევიძინოთ. 3.5 მილიონი ადამიანი კვდება ყოველ წელს საფრთხის შემცველი წყლის მოხმარების გამო. წყლის ძალა მოგწ. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გახლავთ პოდკასტი ჯანმრთელობის მატრიცა და მე მისი ერთ-ერთი წამყვანი ლაშა გულბიანი გახლავართ. დღევანდელი თემა, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, მეგობრებო, ერთ-ერთი თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი და დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ წყალზე. ჩემთან ერთად დღეს იქნებიან ალერგოლოგი, იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე და ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი. მაია, გია, უკვე მეოთხე პოდკასტია, ხო? საკმაოდ კარგი ინტერაქცია ჰქონდა, ბევრი კავშირი შედგა ჩვენს გამომწერებთან, ბევრი შენიშვნას მივიღეთ, ბევრი თხოვნა მივიღეთ რაღაც თემებზე, რომელზეც უკვე დავიწყეთ მუშაობა და შემდეგ პოდკასტებში შემოგთავაზებთ ამ თემებს. დღეს კი კონცენტრირდეთ წყალზე. რამდენად მნიშვნელოვანია წყალი, რომელსაც ვსვავთ, რომელსაც ჰიგიენური თვალსაზრისით წყლის უსაფრთხოებას, კი. ნებისმიერ შემთხვევაში წყალი, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ, უნდა იყოს სუფთა და უსაფრთხო. ამ შემთხვევაში ვიღებთ იმ სტატისტიკას, რომელიც გვაქვს მსოფლიოში 3.5 მილიონი ადამიანი კვდება ყოველ წელს საფრთხის შემცველი წყლის მოხმარების გამო და საქართველოში სტატისტიკა მაინც და მაინც ახლა ზუსტი არ არის, მაგრამ რასაც გადავხედე საქსტატში, თავარი ფაქტორი, რაც ამ სტატისტიკას ქმნის, არის ის, რომ მოსახლეობას არ აქვს ცენტრალური წყლის მომარაგება არ არის გამართული საქართველოში. ყველგან სადაც არ უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია რა განაპირობებს ამ სტატისტიკას, ასეთ მაღალ მაჩვენებელს სიკვდილობის, ყველგან წერია, რომ პირველი რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ, უნდა უზრუნველყოთ რაც შეიძლება მეტი ნაწილი მოსახლეობის მარაგდებოდეს ცენტრალური წყლით. რა ხდება საქართველოში? 1.5 მილიონ ადამიანს საქართველოში აქვს, ესე ვთქვათ, უბრალოდ თითქმის მილიონ ადამიანს არ აქვს ცენტრალური წყლით მომარაგება არ არის უზრუნველყოფილი და კანალიზაციის ჭები, რომელიც ეს სახში აქვს ადამიანებს. მოგიტყდებით და მეც ცხოვრობ ისეთ ადგილას, სადაც ცენტრალური წყლის მომარაგება არ არის და როგორც წესი ასეთ ადგილებში არც კანალიზაციაა ცენტრალური და ესეთი ადამიანები, რომელსაც მეც განვეკუთვნები, სადაც არ არის ცენტრალური წყლის სისტემა, არის თითქმის 1.5 მილიონი საქართველოში. თუ გავითვალისწინებთ, რომ 3.6 მილიონი ვართ, მოსახლეობა ეს საკმაოდ დრამატულია. რა სიტყვით? კი, ასე ნამდვილად, მეც ერთხელ ამას წინათ პოსტი მქონდა Facebook-ზე და გადავხედე ამ სტატისტიკას. სანამ ქვეყანაში იმას მაინც ვერ მივახცევთ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ცენტრალური წყალი და კანალიზაცია, ძალიან რთული იქნება იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ სწორად დავგეგმოთ ინფექციური დაავადებების პრევენცია და სულ გვექნება წყალთან ასოცირებული დიარეული დაავადებების პრობლემა. არა მხოლოდ დღეს ჩვენ სხვა თემებსაც შევეხებით, მაგრამ მე როგორც ინფექციონისტი ძირითადად ყურადღებას ვამახვილებ ინფექციებზე, რაც წყლის დაბინძურებით ძალიან ხშირია ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ. თუმცა მარტო ინფექციები ხო არ არის. სხვადასხვა ქიმიური ელემენტები შეიძლება დაბინძურდეს წყალი და შეიძლება ბევრად უფრო მძიმე სიტუაციას მივიღოთ, ვიდრე მაგალითად ინფექციური აგენტების მოხვედრის შემთხვევაში, ხო? ზოგადად არსებობს მაგალითად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს წყლის შემოწმება ძალიან ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე, არა მხოლოდ რასაკვირველია ინფექციურ აგენტებზე, აქ შედის ასევე მეტალები, აქ არის მაგალითად პესტიციდების კვლევა, აქ არის მაგალითად ნიტრატები, ნიტრიტები და ასე შემდეგ. ასევე ისეთი პროდუქტები, რომელიც სულ უფრო მეტად იჩენს აი ფიზიკური, ასე ვთქვათ, დამაბინძურებლები, როგორც არის მაგალითად პლასტიკი და პოლიეთილენისგან მიღებული, ვთქვათ, ის მიკრონაწილაკები. ხო, ბოდიში გია. ჩვეულებრივ წყლის ბოთლებით რო ყიდულობ წყალს მაღაზიაში. ეგეც ხო შეიცავს მაგ რისკს. ხო ეგეც. დიახ, ანუ მაგ შემთხვევაშიც როგორც აღმოჩნდა, არასწორად შენახვის შემთხვევაში ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის დროს განსაკუთრებით შეიძლება მოხდეს ეს პლასტიკის ნაწილაკები თვითონ წყალში, რომელსაც ვსვამთ. და კიდე უნდა ვთქვათ, აი მართლაც რომ აი დაახლოებით მესამე 30%-ამდე მოსახლეობას არ აქვს ეს ცენტრალური
წყლის მიწოდება, მაგრამ ასევე ვისაც აქვს ცენტრალური წყლის მიწოდება, აქაც საკმაოდ პრობლემურია და ერთ-ერთი თქვათ კვლევის შეფასების შედეგად სადღაც 38-40%-მდეა ისეთი მილები მაგალითად ან ისეთი თქვათ საშუალებები რომელიც რომელიც ანუ ხმარებიდან უნდა იყოს უკვე ამოღებული, ანუ მათ გავლილი აქვთ ის თავისი დრო და უნდა შეიცვალოს შესაბამისად ნელ-ნელა ხდება მათი დაზიანება და აქაც ძალიან დიდი არის შანსი პირველ რიგში ინფექციური აგენტებით დაზიანების და ასევე იმ ნივთიერებების მოხვედრის, რომელიც არის აი მათი დაშლის პროდუქტი თვითონ ამ მილების. ჩაგეჭრები გია, ესე იგი მოკლედ ჩვენ რა შევაჯამოთ, წარმოიდგინეთ რა მძიმე სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში, ანუ ქვეყანა სადაც მართლა წყალი ძალიან უხვად გვაქვს, უამრავი წყალია, უბრალოდ იმიტომ რომ ინფრასტრუქტურაა გაუმართავი, ადამიანები არიან რისკის წინაშე ინფექციების თუ სხვა დაბინძურებულ წყალთან დაკავშირებული დაავადებების. და მილებზე მინდა ცოტა იქნებ განვავრცოთ უნდა, იმიტომ რომ ზამშოვანი თემა, ანუ ნაწილს თითქოს აქვს ცენტრალური წყალმომარაგება, მაგრამ აქაც სერიოზული პრობლემა გვაქვს და ჩვენ თვალითაც გვინახავს აი ესე ჟანგით შეჭმული რკინის მილები, უძველესი იქ ცხადია რომ რისკები ძალიან მაღალი იქნება. Ну, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მეტალის მოხვედრა წყალში, რასაკვირველია, გამოიწვევს იმას, რომ ეს წყალი არის საშიშროებას წარმოადგენს ფაქტიურად ადამიანის ჯანმრთელობისთვის. და ასევე ის მილები განვლადი იქნება დაბინძურებისთვის, ანუ ნიადაგიდან ინფექციური აგენტების შესაბამისად თითქოს და ნაწილი ცენტრალურ წყალმომარაგების მქონე ადამიანებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან თუ ეს ინფრასტრუქტურა არის გაუმართული. განსაკუთრებით აი 5 მეტალია, რომელიც უნდა რასაკვირველია კონტროლდებოდეს და მაგალითად ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იგივე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტით 53 პარამეტრზე უნდა ხდებოდეს, მაგალითად საქართველოში კვლევარახან თქვა ჩვენ მიღებული გვაქვს ეს სტანდარტი, ეს ნიშნავს რომ სხვადასხვა დროს ეს რასაკვირველია ყველა ყოველდღიურად არ ტესტირდება, ზოგი ყოველდღიურად, ზოგი მაჩვენებელი, ზოგი ყოველკვირეულად, ზოგი თვეში ერთხელ, ზოგი წელიწადში ერთხელ. მეტალებიდან ეს არის მაგალითად პირველ რიგში ტყვია, რომელიც წარმოადგენს პრობლემას, ეს არის მაგალითად დარიშხანი, ეს არის ვერცხლის წყალი, ასევე ქრომი და კადმიუმია. ეს მეტალებია, რომლებიც განსაკუთრებით უნდა კონტროლდებოდეს და მათი მომატებული კონცენტრაცია წყალში შეიძლება იყოს დაკავშირებული ძალიან ბევრ დაავადებასთან, რომელიც შეიძლება განვითარდეს პირველ რიგში ნერვული სისტემის დაზიანება, მაგრამ განსაკუთრებით ბავშვებში, ორსულებში არის ეს პრობლემური და ნუ შორს მიმავალი ეფექტები, როგორიც არის მაგალითად იგივე თირკვლების დაზიანება, ღვიძლის დაზიანება, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, ზოგიერთი სიმსივნის განვითარება და ასე შემდეგ. მაგ საკითხს ელაპარაკისას, აი ყველაზე მწვავე მაინც მიმაჩნია აი ეს დასახლებები, სადაც ცენტრალური წყალია და ცენტრალური კანალიზაცია. ასეთ შემთხვევებში ჭის გათხრა ხდება ხოლმე და იქიდან ამოღება ამოტუმბვა წყლის და რო არ არის კანალიზაცია, ხდება ასე ვთქვათ კუსტარულად ორმოსამოთხრა და ბეტონის ესე ვთქვათ კონსტრუქციები ლაგდება იქ და იქ ხდება ფაქტობრივად ერთ ეზოში ხდება ერთი ოჯახის მიერ ერთის მხრივ ამოღება წყლის და იქვე შემდეგ გამოყენებული წყლის ჩაღვრა იმავე ტერიტორიაზე. ეს ალბათ განსაკუთრებით საშიშია იგივე დიარეიული დაავადებების თვალსაზრისით, ხო? ის ფეკალური მასები, რომელიც გროვდება იქ. შეიძლება საერთოდ არ იყოს ამ უბნის და შეიძლება სხვა უბნიდან შეერიოს, კი რა პრობლემა. იგივე მიწისძვრების დროს, მიწისძვრები არ არიან ხშირი, მაგრამ საკმაოდ ნალექიანი ქვეყანა არც ისე იშვიათად წვიმს ჩვენთან. როდესაც დიდი უხვი ნალექია, ბუნებრივია ეს იწვევს ამ ჭების ავსებას და შემდეგ ის წყალი სად პოულობს, ესე ვთქვათ, გადინებას და სად ჩაედინება. რა ვიცი, ძალიან ჩემი აზრით ძალიან მწვავე ეს საკითხი და იმიტომ რომ მოკლედ აი რო გავიაზროთ, აი წარმოვიდგინოთ ახლა არის ჭები, იქვეა კანალიზაციის ორმოები და ეს ვთქვათ ნიადაგისთან სად რა ჩაჟონავს და სასმელ წყალში რა შეერევა, ამის პროგნოზირება არის შეუძლებელი და განსაკუთრებით აი თბილისის შემოგარენში განსახლება ხდება ძალიან აქტიურად.
აი შენც სახსენე სადაც ცხოვრობ და არ მომერიდება ნაფეთროები ქვია, მაგრამ დასახლებას 6 კილომეტრია. თბილისის ცენტრი და არის ღირსაც და თასობით ადამიანი ცხოვრობს ზუსტად არ ვიცი რამდენი მაგრამ ძალიან ბევრი ძალიან ნაფეთროები გამონაკლისი არ არის უამრავი ასეთი დასახლება სადაც ადამიანები თვითონ აკეთებენ კანალიზაციას და ჭაბურღილებით ამოაქვთ წყალი აქ რა თქმა უნდა ძალიან მაღალი რისკებია წყლის ძირითადად ქიმიკატებზე ელაპარაკა მაია ეხლა რასაც ჩვენ ელაპარაკობთ ეგ უფრო ინფექციური დაავადებების გავრცელების რომლებია ორივე აქაც ქიმიკატებზეც არის ლაპარაკი და ინფექციებზეც არის. ქიმიკატებით შეიძლება ჩაირეცხოს მსგავსი ტიპის ჭაბურღილებში, საბედნიეროდ ღრმაა და შეიძლება რისკები ნაკლები იყოს, მაგრამ მაინც ნიადაგიდან და ადამიანები იყენებენ პესტიციდებს და შეიძლება ჩაირეცხოს. ინფექციებს რომ დაუბრუნდეთ. ჩვენ ახლა ორ რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ. ერთი სასმელ წყალთან ასოცირებული ინფექციები და მეორე მაგალითად აუზებთან ასოცირებული ინფექციები. აი ზაფხული კი მოდის და აუზებზე უნდა კონცენტრირდეთ ახლა და თქვათ მოსახლეობას გარკვეული სიფრთხილე უნდა გქონდეს. შეიძლება რაღაცები ჩვენზე იყოს დამოკიდებული და რაღაცები ჩვენზე საერთოდ არ იყოს დამოკიდებული. აუზის წყლის გადაყლაპვით რამდენიმე სერიოზული პარაზიტი ან ბაქტერია შეიძლება შევიძინოთ ჩვენ. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე ხშირია კრიპტოსპორიდიოზი, ასევე თქვათ სხვადასხვა ბაქტერიები. სიმპტომებით მათი გარჩევა შეუძლებელია, მაგრამ ყველა მათგანს ახასიათებს დიარეა, როგორც სიმპტომი და ღებინება და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ზაფხულში უამრავი ადამიანი იტანჯება დიარეით და ღებინებით და ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ არის აუზები. განსაკუთრებით ბავშვის შემთხვევაში ძალიან ძნელია აკონტროლო, რომ არ გადაეყლაპოს ბავშვს. ბავშვების სხვათა შორის ორივე მხრივ პრობლემა არიან, როგორც წყარო, ისე როგორც მიმღებები. წყაროს რას გულისხმობ? შეიძლება ბავშვმა, თქვათ, განსაკუთრებით თუ რამე დაავადება აქვს, დიარეული, ვერ შეიკაოს თავი და წყალში შეერიოს მისი ფეკალიები, ანუ გაუშვას და ვერავინ ვერ შეამჩნიოს. თუნდაც უხილავ ისეთი მცირე რაოდენობით, მაგრამ ეს მიკროორგანიზმები, აი ძალიან მცირე კონცენტრაციითაც კი შეიძლება საბაბი გახდეს, რომ მთელი აუზი დაინფიცირდეს და ვიღაც სხვამ გადაყლაპოს და ასე გავრცელდეს ეს ინფექცია და ესეთი ძალიან ბევრი აი ახსოვს ისტორიას, დიდი აფეთქებები აუზებთან დაკავშირებული და მცირე აფეთქებებიც მუდმივად ხდება. ამიტომ აქ გამოსავალი ის არის, რომ პირველ რიგში სხვებს გაუფრთხილდეთ. ქლორი რა თქმა უნდა, ქლორის სწორი კონცენტრაცია ძალიან მნიშვნელოვანი დაცვა. თუმცა ზოგიერთი პარაზიტი, მაგალითად ქლორზეც იჩენს რეზისტენტობას. და ჩვენ თვითონ სხვებს რომ გაუფრთხილდეთ, თუ დიარეული დაავადება ადამიანი არ უნდა გაეკაროს აუზს, რომ სხვები დავიცვათ და მაქსიმალურად ბავშვებს უნდა ჩაუტაროთ ტრენინგი, რომ იმცოდნენ, რომ პირი კონდეთ დახურული და შევამციროთ რისკი რომ გადაეყლაპოთ წყალი. თუმცა კიდევ მეორე ამის რისკი ყოველთვის არსებობს და მეტნაკლებად ახლა ვიზუალური ინსპექციასაც მნიშვნელობა აქვს თუ აუზი არ მოფწონს და ვიზუალურადაც კი მოუწესრიგებელია და კარგად არ გამოიყურება და სუფთა არ არის, რა თქმა უნდა ჯობია რომ მოვერიდოთ იქ ჩასვლას. და მეორე ნაწილი არის უკვე წყლის დალევით მიღებული ინფექციები. ეს აქაც ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს. ყველაზე მთავარი ჩვენთან არის გადათხრილი ქუჩები. აი მაგალითად მე თვითონ ვცხოვრობ ისეთ ქუჩაზე, რომელიც 3 თვე იყო უმოწყალოდ გადათხრილი. აი საოცრება ხდებოდა იქ. და ზოგჯერ კონკანს რო უშვებდით ხოლმე, ძალიან მუქი წყალი მოდიოდა. ესეც ხშირია, ყველამ ვიცით, რომ საქართველოში არ არის პრობლემა, ძალიან ხშირად წყალი ვიზუალურადაც კი ჭუჭყიანია. და GVP მიმტკიცებდა ყოველთვის ხშირად კომუნიკაცია მქონდა, რომ პრობლემა არ არის ეს გადათხრა და მილების შეცვლა სასმელ წყალზე გავლენას არ ახდენს. ეს რანაირად შეიძლება? აი მაგალითად ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში მე ხა ეპიდემიოლოგიც ვარ შეთავსებით და შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც არის დიარეული აფეთქება, ეპიდემიოლოგების ერთ-ერთი პირველი კითხვა, აი ხუთეულშია, იმასთან ერთად რა ჭამე, სად იყავი, ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის, შენს გარშემო ხომ არ არის გადათხრილი ქუჩა. იმიტომ რომ ეგ აპრიორი იგულისხმება, რომ თუ ქუჩას თხრიან, არსებობს რისკი, რომ დაზიანდეს მილები და სასმელ წყალს შეერიოს ან ნიადაგიდან და ან კანალიზაციის მილიდან დაინფიცირდეს. უბრალოდ ჩვენთან ამას კატეგორიულად უარყოფენ. ამიტომ, როდესაც მიმდინარეობს ესეთი გადათხრითი თუ რა ვიცი რა დავარქვა, სამუშაოები, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა ფრთხილად იყოს და უნდა აფრთხილებდნენ, როგორ მოიქცნენ, რომ ეს წყალი შეიძლება იყოს დაბინძურებული და ეს ძალიან ხშირადაც ხდება. რა ხომ მოსახლეობას მოუთხოვოთ, ფაქტობრივად ვერ მოთხოვ, ერთს დაიცავს სასტიკს. ერთადერთი აუზების დროს რო აი ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, რომ წყლის თვალს კი, დაგეთანხმებით ძალიან ძნელია. მინიმუმ ერთი მაინც რო
ფერს შევხედოთ, დავაკვირდეთ. არა, მე ვგულისხმობდი, რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა გააფრთხილონ მოსახლეობა. მოსახლეობას რაღაცა ინფორმაცია მივაწოდოთ, რა რა შეგვიძლია გაკეთდეს. ანუ წყლის დეზინფექცია არის ერთ-ერთი რთული შესასრულებელი, როდესაც ეს არ ხდება ცენტრალიზებულად, ხო? ანუ როდესაც არ გვაქვს ცენტრალური წყლის მოწოდება, იქ დაცვა იგივე დოზის, რომლითაც უნდა ხდებოდეს დეზინფექცია ძალიან ძნელია, ასევე აუზებში ძალიან საფრთხილოა ეს საქმე და მოკლედ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს. და აი მეორე მხარეს შევეხები ახლა მე თქვა თვითონ ამ საშუალებების გამოყენება, რომელიც გამოიყენება დეზინფექციისთვის, ნუ ყველაზე პირველ რიგში ეს არის ქლორი და ქლორამინი და მისი გადაჭარბებული დოზაც წარმოადგენს საფრთხეს და ნუ თუ ძალიან დიდი ხნის მანძილზე ხდება მაღალი დოზის ზემოქმედება, მან შეიძლება გამოიწვიოს იგივე სიმსივნური დაავადებების განვითარება, იგივე ნერვული სისტემის დაზიანება, რო არ თქვა ისეთ დაზიანებებზე, როგორც არის პირდაპირ ლორწოვანის გაღიზიანება, რასაც ძალიან ხშირად ხვდებით. ახლა მე ალერგოლოგი ვარ და ძალიან ხშირად არის პაციენტი, რომელსაც აწუხებს ქლორზე ალერგია. ეს შეიძლება იყოს როგორც თვალის ლორწოვანი, პირის ღრუს ლორწოვანი, ასევე კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ, ასევე თუმცა ეს მინდა კონკრეტულად, აი საოჯახო ფილტრები როა წყლის, ეგენი მე როგორც ვიცი, საკმაოდ კარგად. იქ უკანზე ვერ ვარ. ან ონკანზე, ან ცალკე ჭურჭელში, ან ასე შემდეგ ქლორის კონცენტრაციას მნიშვნელოვნად ამცირებს და ბევრი რაღაცისგან ფილტრავს. ამიტომ ბინის პირობებში შეგვიძლია ეს ამას მაინც მივმართოთ, რომ ეს საოჯახო ფილტრები აი აუზებში ბანაობის შემდეგ აუცილებელია, რომ ჩამორეცხილი იყოს ეს აუზის წყალი და ასევე პირი უნდა იყოს, უნდა გამოივლოს აუცილებლად ადამიანმა, იმიტომ რომ იგივე კბილების დაზიანება პირის ლორწოვან ქლორით, ხო, ანუ მაქსიმალურად უნდა მოხდეს გამოვლება. ასევე თმების დაბანა ისეთი საშუალებებით, რომელიც დაარბილებს ამ ქლორის ეფექტს. რაც შეეხება ალტერნატიული მეთოდებიც არსებობს ოზონაცია, მაგალითად ოზონით დამუშავება წყლის, ამ შემთხვევაში ზოგი აუზი ამას მიმართავს. ხო. და იგივე სასმელი წყლის ალტერნატიული, ასე ვთქვათ, დამუშავება და აქ არის კიდე მეორე ნივთიერება, რომელზეც უნდა აუცილებლად გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის ბრომატი და დღეს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მის კონცენტრაციას, ასევე თვითეულზე, იგივე ქლორზე და ბრომატზე არის გარკვეული ზრული მაჩვენებლები, რომლის ზემოთ არ უნდა იყოს წყალში წარმოდგენილი ეს ნივთიერებები და მიუხედავად იმისა, რომ თქვა ქლორს ანაცვლებს ზოგიერთი აი ესეთი ახალი მეთოდი, ამ შემთხვევაში სხვა ნივთიერების კონტროლზე უნდა იყოს ასევე თქვა მნიშვნელოვანი ყურადღება და ერთ-ერთი არის ეს ბრომატები და აი ბევრი კომპანია აცხადებს, რომ მის სასმელ წყალში ბრომატის კონცენტრაცია 0%-ია, ნუ შესაბამისად ამაზე უკვე ძალიან დიდი ყურადღება არის და მუდმივად ხდება თქვა ისეთი საშუალებების ძიება, რომელიც იქნება კიდევ უფრო უსაფრთხო წყლის დეზინფექციისთვის. ბავშვები გასაგებია, კიდე ხო არ არის რამე ისეთი ჯგუფი, როგორც იმუნოლოგს ეგრე რომ შეგეკითხო მაგალითად, აი მაგალითად იმუნოსუპრესიაზე ყოფი ადამიანები, იმუნოკომპრომეტირებულები, ხო არ არიან რაღაცა უფრო მაღალი რისკის ქვეშ, რომ ეს თქვა სიმპტომები ბევრად უფრო მძიმე წავიდეს ასეთ ადამიანებში და უფრო მძიმე სიტუაცია მივიღოთ. რამე ჯგუფები შეგვიძლია გამოყოს, მაგრამ ეს უფრო პირველია, ნუ ბავშვები იმ თვალსაზრისით და ასევე ის ადამიანები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი, ასევე ვინც არიან იგივე სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობაზე, სხვადასხვა იმუნოდეფიციტები, როგორც თქვა თანტაყოლილი, ისე შეძენილი იმუნოდეფიციტები, ამ შემთხვევაში ეს მოსახლეობა არის უფრო მოწყვლადი იმ თვალსაზრისით, რომ თუ განვითარდა იგივე ინფექციური პროცესი,
ძალიან ადვილად ხდება მათი გართულების განვითარება ბავშვებში რატო არის მნიშვნელოვანი რომ გაუწყლოვნება ძალიან ადვილად შეიძლება მოხდეს დიარეის ფონზე და ესეთ ხალხს განსაკუთრებით უნდა ურჩიოთ რომ ახლა მაგალითად წყაროს წყალს მოერიდონ ან ტყეში თუ არიან და თუ არ არიან დარწმუნებული მოკლედ წყლის სისუფთავეში არ უნდა დავლიოთ ბუნებაში წყალი. ზოგადად ეს საყოველთაო რეკომენდაცია და განსაკუთრებით ვისაც რომელიმე ქრონიკული დაავადება აქვს ან იმუნური სისტემის გარკვეული პრობლემები და ჯობია რომ თან იქონიონ სუფთა წყალი, როდესაც ბუნებაში გადიან. იმიტომ რომ ზახშირი პრაქტიკაა ექსკურსიებზე თუ ბუნებაში გასვლის დროს ეძებენ ადამიანები წყაროს წყალს და ბუნებაში სვამენ წყალს და იქ არ აქვს გარანტია რომ აუცილებლად სუფთა იქნება და მაგრამ რახან აქ ინფექციებზე ისევ ჩამოვაგდეთ სიტყვა მოკლედ სიმპტომებზე მინდოდა მე თქვა და დიაგნოსტიკის მეთოდებზე ძირითადად მაინც ყველა შემთხვევაში არის წამყვანი დიარეა და ღებინება და აქ მთავარი ის არის რომ გაუწყლობა არ მივიღოთ ანუ ადამიანს თუ აქვს დიარეა და ანუ ფაღარათი და ღებინება პირველი რაც არის წყალი და წყალი უნდა მივაწოდოთ და თუ ამ წყალს ის ვერ იღებს და ვერ იწოვს მაშინ უნდა შევავსოთ ინტრავენურად ვენაში გადავასხათ და ზოგჯერ შეიძლება იყოს სიცხე შეიძლება სიცხე არ ქონდეს ადამიანს მაგრამ ყველა ეს ვერსიები არსებობს წყლისმიერი ინფექციები ჩვენ ახლა ძალიან დეტალურად მაინც და მაინც დიარეული დაავადებები არ არის ჩვენი დღევანდელი თემა ამაზე სხვათა შორის ზაფხულა და კიდევ ერთხელ შეიძლება რომ გავშალოთ ეს თემა, იმიტომ რომ წყლის გარდა უამრავი მიზეზი არსებობს დიარეული დაავადებების და მაგალითად ისევ კურორტების სეზონი სანამ დაიწყება, რა სიფრთხილის ზომები უნდა გამოიჩინონ ადამიანებმა, ალბათ ერთხელ ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ. მაი ალბათ ინფექციურ პრაქტიკაში ძალიან ბევრი პაციენტი ყოლია, ეგეთი რომელზეც მიგიტანია ეჭიროთ ცალსახად ეს შეიძლება იყოს წყლისმიერი ინფექცია, ხო? როგორ ხდება, როგორი პროგნოზია აქვს ეს ადამიანებს, როგორ ხდება მკურნალობა, როგორი მარტივად მიმდინარეობს თუ წავეთ თუ როგორ? წყლისმიერი ინფექციები ესე უნივერსალური არ არის, შეიძლება იყოს ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები, შესაბამისად მნიშვნელოვანია ხოლმე განისაზღვროს რომელი მათგანია. როგორც ჩვეულებრივ დიარეული დაავადებების დროს ვაკეთებთ, ამ დროს ვაკეთებთ კვლევებს, განავლის ბაქტერიოლოგიას, განავლის კვლევას პარაზიტებზე და ასე შემდეგ და იმის მიხედვით რომელ ინფექციასთან გვაქვს საქმე, მკურნალობაც სხვადასხვა რა თქმა უნდა, ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეს ანტიბიოტიკებიც, მაგრამ პირველი და უნივერსალური ყველა შემთხვევაში მაინც არის სითხით შევსება. ჩვენ სხვათა შორის არც ვახსენეთ, მაინც მინდა ვახსენო, რომელ ინფექციებზეა ძირითადად ლაპარაკი. აი მაგალითად ვირუსებიდან შეიძლება იყოს ნოროვირუსი, ბაქტერიებიდან შიგელა, სალმონელა, პარაზიტებიდან კრიპტოსპორიდიაზი და ასე შემდეგ. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. მოკლედ აქ მთავარია რომ სითხით შეივსოს, მთავარია რომ შემდეგ განავლის გამოკვლევით დავადგინოთ რომელ მიკროორგანიზმთან გვაქვს საქმე, რომ იმის სპეციფიური მკურნალობა დავნიშნოთ, ან ანტიპარაზიტული, ანტიბაქტერიული და ასე შემდეგ. ჰეპატიტი სხვათა შორის. ჰეპატიტი ხო ვირუსებში გამოჩა, ჰეპატიტი, ჰეპატიტი. ანუ ჰეპატიტები ზოგი ხო სისხლის გადამცემია, ყველა მიცის აი ბედაც ჰეპატიტი. რა ასე გონიათ ხოლმე რომ ჰეპატიტი მარტო რაღაც კონკრეტულ აქტივობასთან არის ასოცირებული, სხვა ჯგუფია. და კიდევ ერთი მინდა განვარტო GRD-ა, ანუ იგივე ლამბლია, რომელიც ერთ-ერთი უმრავლეს შემთხვევაში ხო ეს მწვავედ მიმდინარეა და ხანმოკლეა ხოლმე დიარეული დაავადებები. GRD-ის შემთხვევაში იგივე ლამბლია, რასაც უწოდებენ, ხანგრძლივი ქრონიკული დიარეა შეიძლება გამოიწვიოს. აი მე მაგალითად ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, მასწავლებლები რო იყვნენ საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული, ერთი ამერიკელი ახალგაზრდა კაცი ცხოვრობდა დასავლეთ საქართველოში, აღარ დავასახელებ ერთ-ერთ რეგიონში და იქ ყოფნის განმავლობაში 2 თვეში დაიკლოთ 15 კილოგრამი, იმიტომ რომ მუდმივად ჰქონდა დიარეა და გაურკვეველი იყო რა ჭირდა და თურმე ჭირს წყალს მოიხმარდა, მე როგორც ჩაუტარეთ ანალიზი აღმოჩნდა რომ ჰქონდა ეს GRD-აზი, იგივე ლამბლიოზი, ჩაუტარეთ მკურნალობა და მოერია ამ დაავადებას. ეხლა ჩინელი მასალების გუნდს ველოდებით დიდს და იმედია უმზადებული დავხდებით და და GRD არ დაემართა. და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა თქვენ პირადად რომ რომელ წყალს ანიჭებთ უპირატესობას, ანუ ყიდულობთ და სასმელ წყალს თუ ონკანის წყალს ვსვამთ, იმიტომ რომ ეხლა გადასცემის განმავლობაში ჩვენ ონკანის წყალს ვსვამთ. მე ხშირად ვსვამ ძალიან ონკანის წყალს, ზოგჯერ სახლში ფილტრავთ კიდევაც, სპეციალური ფილტრით, მაგრამ ძირითადად მაინც მეზარება ხოლმე და ანუ შეუძლია უთხრათ ჩვენ მაყურებელს რომ შეუძლია წყლის
ახლა მე ესეთი დირექტივების გაცემა არ მინდა, მაგრამ თუ მე მეკითხები, პირადად მე ონკანის წყალს ვშომ ძირითადად. მეც მოვიხმარ ონკანის წყალს, როცა არის საშუალება გაფილტროს ბოთლის წყალს, მაგრამ მუდმივად ამის გამოყენება არ გამოდის და ონკანის წყალს ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისის მომარაგება წესი და რიგით უნდა აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რომელიც არის განსაზღვრული, უფრო მეტად ეს მოხმარება, იგივე ჭისწყალი, ახსენამაია, ასევე რეგიონებში არის უფრო პრობლემური, სადაც არის იქ ვერიდები ხოლმე. ერთად კი შეიძლება წეგანახსენით, რომ შეიძლება შეხედო და რა უნაფეს, მაგრამ აადუღო. ეს ფილტრის საშუალებები არ აქვს. აადუღება არის ერთ-ერთი საშუალება. და განსაკუთრებით ვერიდები მაშინ, როდესაც გადაკეტილია გარკვეული დროის განმავლობაში და ახლად, როდესაც მოდის, სამწუხაროდ არ უნდა იყოს ესე, მაგრამ საკმაოდ დაბინძურებულია, ხილულად არის ეს წყალი დაბინძურებული, განსაკუთრებით, თქვათ, ეს ხდება ხოლმე იგივე უხვი ნალექების დროს, როდესაც ხდება დატბორვა გარკვეული ადგილების, როგორც ჩანს, სადაც ხდება ფილტრაციის პროცესი. ან თვითონ წყლის ნაკადი სადაც არის და შესაბამისად აი როდესაც არის გარკვეული უხვი ნალექები ან პირიქით როდესაც გვაქვს ნაკლები ნალექები მაგ დროს ხდება როგორც ჩანს გარკვეული პრობლემები ამ წყლით მომარაგებაში. ისე ვამბობ ქალაქების მომარაგება გაცილებით უკეთესია განსაკუთრებით თბილისის დიდი ქალაქების თქვათ სისტემის რეაბილიტაცია მოხდა, მაგრამ იგივე რეგიონებში ძალიან ძიმე სიტუაცია გვაქვს სამწუხაროდ. სოფლებში განსაკუთრებით უფრო რთული იქნება ეგ ალბათ, იმიტომ რომ აი წყალდიდობების დროს იგივე უხვი ნალექის დროს ცხოველების ფეკალური მასების პიროდ უფრო ფენილია და უფრო მეტ ეგ ცხოველობრივად ფეკალური მასები, ცხოველების ფეკალური მასები და სხვა შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი, ხო არ არის აუცილებელი მაგალითად ადამიანის კანალიზაციის ჭიდან მოხდეს. კი, ბევრი მიკროორგანიზმი ზუსტად ცხოველების ფეკალიებიდან გადადის. და ზოგიერთი წყარო, რომელიც ითვლება, რომ ძალიან ასე ვთქვათ, სუფთა არის, შეიძლება ამ დროს სადღაც იმ ადგილას, საიდან სათავე არის, იქ მაგალითად იყოს დაბინძურებული იგივე ცხოველებისგან. კარგი, მოგეთ მაგალითად ძალიან საინტერესო თემა გამოდგა წყალზე, ანუ H2O-ზე, რომელსაც დედამიწის ყველა ცოცხალი არსება ყოველდღიურად არაერთხელ მოიხმარს, რომელიც არის მიუხედავად რომ უფერო და უსუნოა, არის ძალიან გემრიელი და თუმცა სამწუხაროდ შეიცავს ხშირად რაღაც რისკებს, რომელიც თულად შეიძლება გამვითარდეს შემდეგ და გისურვებთ ჯანმრთელობას მეგობრებო, ეს იყო პოდკასტი ჯანმრთელობის მატრიცა, შეგახსენეთ ჩვენი სპონსორია კლინიკა ნეოლაბი, ჩვენ დაგემშვიდობებით მომდევნო ორშაბათამდე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ყველას გისურვებთ ხელმისაწვდომობას სუფთა წყალთან. წყლის ძალა მოგწე. დაგემშვიდობებით, არ დაგაუწოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რაც ძალიან სტიმულს გვაძლევს და შემდეგში დაგებრუნდებით ძალიან საინტერესო თემებით. დროებით.